გამარჯობათ ხალხო, ესე იგი, თან ლაივში ვარ. ჩემს მეორე არხზე და აქ რეაქტად დაგიდებთ თქვენ, ვინც მე მწერენ ხოლმე, რომ სადდევს რეაქტიო და მოდი ეს კაი კაცი დავარეაქტოთ. ხიბზე კი იცნობთ. ნიკალაი ქვია, აღწერაში არხიც იქნება და ვუყუროთ ჩავუძდეთ ნიკალაის ვიდეოს. 50 წუთიანი ვიდეო ყია. აუ, საყვარელი, ესეთი რაღაც კომპლექსი რო არ გაქვს უკვე. დილავშვიდობისა მეგობრებო, დილის 7 საათი შესრულდა. ეხლა ეგრევე ავდგებით, ჩავიცმევ. პირველ რიგში ავიწონები და განახებ თუ რამდენ შეადგეს ჩემი წონა. წავედით. ავიწონო. ორ გადავ, ბიჭო. მიდი ნიკა, წავედით. როგორც ხედავთ მეგობრებო, უკვე თენდება. შესანიშნავი დღე იქნება დღეს მზიანი. გადაო ბიჭო, ესე იგი ეს მაგარი მაღალია ეს ბიჭი. ანუ თუ 127 კილოა, ესე იგი მეტრა 90 მაინც არის. აი ამ ტანზე ეხლა რა ტანზეცაა? ძალიან მსუქანი არაა, კაცო. შესაბამისად, ესე იგი ძალიან ძალიან მაღალია რა. ესე იგი მეტრა 90-მდე არის და მაგით აქვს ეს ზონა. ცოტა ღრუბლიანი, მე მეგონა ალბათ 100 კილო იქნება, ხო? 110 მაქსიმუმ. შუქები ჩაგვიქრეს უკვე. მოვბი ვარ მეგობრებო. კარი. უცება ჯიმანიები. 1 2 3 4 5 6 7 9 10 ხელები თავზე ბიჭო, ჩადი. ანუ ეს ძალიან კაჟივით იქნება, მაგრამ ეს მოკლე მკლავიანით ბიჭო, ესეთ ყინვაში შეიძლება ვარჯიში და ამოდი. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი დილის გამომხნებელი ვარჯიში მორჩა. ეხლა შევა სახში, მოვწესრიგდები, სახს ავალაგებ და შევდგები საუზმის მომზადებას. მიდი ნიკა. თავი მოვიწესრიგე მეგობრებო და ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი საწოლის ალაგება. არასდროს არ დატოვოთ საწოლი აულაგებელი. არც არავის არ აალაგებინოთ. თქვენ თვითონ, ყოველთვის, თქვენ თვითონ მეგობრებო. ძალიან საყვარელი კაცი. ესეც ასე მეგობრებო. საწოლი 2 წუთში ავალაგე. არაფერი ამას დიდი დრო არ ჭირდება, ამიტომაც არ დაგეზარო. არა, მეტრა 90 არის. არასდროს. ახლავით 80. და მიდი ნიკა. 2 რა უნდა გითხრათ? 80. ეხლა ავდგები და დავიწყებ ბლინების მომზადებას მეგობრებო. 4-ს აღარ მოვამზადებ. მოვამზადებ უკვე 2-ს. უგემრიელეს როგორც ყოველ. ბლინები აქ იმენა იმათ. საწოლი მეგობრებო. სუბლილებს ჩავს. თუ არის 200 წლის გამოცდილი საწოლია მეგობრებო, გამოცდილი. გამოცდილი. ამიტომ რა და კონკრეტად ცილის მხრივ. მასე რო იცინებ შვიდად, ტკბილად და იღვიძებ ენერგიულად ჯანზე და უმაგრესად. დავიწყებ ახლა ბლინების მომზადებას, განახებ თუ რა ინგრედიენტებს ვიყენებ. ნახეთ თქვენც, ისწავლეთ და უმარტივესად მოვამზადებთ, ასე რომ ვთქვათ. კარგი, დავიწყოთ. აქ გვაქვს ჩვენ 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა რძე, ნახევარი ჭიქა შაქარი და 1 ცალი კვერცხი. კვერცხი გავტეხოთ. კაია. ეს რაღაცებს როაც მე მაგალითად არ ვიცი ბლინების მომზადება. შაქარი და მოუწიოთ. და ახლა დავუმატოთ რძე. აი, აუდიოთ ისევ. მეგობრებო, ახლა ფქვილი. აი ესე. არ ვიცი, ჩიქვა წარმოდგენია. მოუზილოთ დაბალია. ამაზად. აი ესეთი შესანიშნავი მასა გამოგვივიდა მეგობრებო, ძალიან კარგია. ეხლა ტაფას გავაცხელებ. აი ეს. გავწოვი. დაველოდები. ცოტა ხანი გაცხელდეს. საკმარისია. რო ვასწოროთ ირგვლივ. ეს დავიჭერ.
აი ეს. რო კარგად აკეთებს ბიჭო. ოპა. ესეთი ბლინების გაკეთება, რა ვიცი და ყოველდღე გავაკეთებ რა. გადმოვიღებ. აი ეს. მოიცა. ახლა კი ეხლა რაც გააკეთა, იმითი ერთი გამოდის თუ ორი ცალი? ჩვენი ბლინის. მეტი გამოვა, ხო? წეგან რაც მოურია იმ ერთი კვერცხით, რამდენი ბლინი გამოვა მეტა? აი ასეთი. ეხლა დაგვჭირდება ჩვენ ბანანი, რა თქმა უნდა. ერთი ცალი ბანანი. ბანანი დავჭერი. აი ბანანიდან უთელებ კლების დროს რამდენად ძალიან აი შეხედეთ რა, ბევრი ისექნება, კალორია ძალიან. 1 2 3 გადმოუკეცავ ახლა, აი ნახევარზე ხო წავსვი, გადმოუკეცავ და ერთხელაც გადმოუკეცავ შემდეგ. გამოდის, ნახეთ მეგობრებო, ამ ხვრელებიდან თვითონ ის გადმოდის შოკოლადი. ისეთი კარგი და ისეთი მაგარი გამოვიდა, აუცილებლად ესეთი უნდა გამოვიდეს. რა ეტყობა ახლა დიეტაზე რო? საჭირო იმისთვის, რომ ერთი ჭიქა. ბიჭო, ეს მინდა მაყიდინეთ რა. აი ეს დასაჭყლეტი. ესეთი მექანიკური. ფორთოხლის წვენი აივსოს. აი, მიდი რა, ფორთოხლის წვენს იმას ვიზავ ხოლმე. შეუბერავ ფორთოხლის წვენს, დილით. აიმე, არ გადმოვიდეს. არ გადმოვიდეს. ამისთვის აქვს აი ეს მოწყობილობა. ჰოპა. ძალიან მაგარია. მოჭრე. ბომბა. ესეც ასე ჩვენი საუზმე გამზადდა. კარგი, ამას მივირთმევ ახლა და მე შემდეგ ერთ-ორ სიტყვას გეტყვით თუ დღეს რას ვაპირებ, როგორ ვაპირებ და ასე შემდეგ, აბა. ძალიან მაგარი გამოვიდა მეგობრებო. საყვარელი კაცია. ძალიან მაგარია. პირველ რიგში დიდ მადლობას მოუხდი აკებსტარს, რადგან ისეთი დაგეგმილი მოხდი მისცა ჩემ არხს, რომ ძალიან მაგარი შედეგი დაიდო, ასე რომ ვთქვათ. ასევე დიდი მადლობა ედიტორებს, რადგან ეს მოხდი უფრო გააძლიერეს და გააძლიერეს. მართალია. გამიცნო. ედიტორების დამსახურება უფრო არის. შემოვიდა ჩემს არხზე და დაინტერესდა. დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. ასევე მოგესალმებით ჩემო ახალო გამომწერებო. როგორ ხართ? ამ არხზე შეხვდებით უცნაურ სახალისო, სათავგადასავლო, საგანმანათლებლო ყველაფერს, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, ყველაფერს ნახავთ ამ არხზე. და კიდევ მინდა გითხრათ, რომ მეგობრებო, მე ვარ ქართველი, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, გაურკვევლობა იყო, ზოგი რას იძახდა, ზოგი რას იძახდა, ამიტომაც გეუბნებით, რომ მე ვარ ქართველი ქრისტიანი. ჩვენ სოფელში ცხოვრობს 3000 ქართველი. ისეთივე ქართველი, როგორიც თქვენ ხართ, რო იცოდეთ და რამე სხვანაირი ქართველია. არა, ჩვეულებრივი ქართველი ადამიანები. და 14000 აზერბაიჯნელი. ასე რომ, ალბათ დამაყრობილებელი პასუხი გაგეცით, გაიხარეთ. მე ხა გაიხარეთ. ძალიან საყვარელი კაცია. გაიხარეთ. მართლა რესტორნებში არ იძლევიან ესეთ გემრიეს. ძალიან მაგარია. ნიკას კაფე ხო გახსოვთ? ნიკას კაფე ხო გახსოვთ? ეგ გაიხსნება აუცილებლად. თბილისში მარჯანის ვიწა. თბილისში მარჯანის ვიწა, მე მიხსნის. ძალიან წყუროდა. ძალიან. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს თევზაობა, ნადირობა, ექსტრემი, კულინარია, რა ვიცი, საგანმანათლებლო რაღაცის კეთება და ბევრი რამე, კემპინგი და უამრავი რაღაცა. ყველაფერს გავაკეთებ ბუნებრივად. რაც მინდა იმას ვაკეთებ ხოლმე. ხშირად ეგრეა. და ფიქრობ, რომ თქვენც მოგეწონებათ იმას, რასაც მე გავაკეთებ. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ჰობიდან არის მეგობრებო ბოქსი. ძალიან მიყვარს ბოქსი. მაგრამ გრუშა არ მაქვს. არ გავაკეთე, მაგრამ დამეხა. დამეხა რა ვქნა, ეხა დაიხა რა. გაფუჭრა, კარგად ვერ გავაკეთე ალბათ მაგის გამო. მაგრამ მეგობრებო, დღეს შევეცდები უკეთესი გავაკეთო. ჩვენ სოფელში არ იყიდება ეგა და რომ გამოვიწერო რაღაცა,
არ მინდა. მიჩვენია მე თვითონ გავაკეთოთ ძალიან მაგარი გრუშა. ამ ყველაფერს მეგობრებო, თქვენთან ერთად გავივლი ამ ყველა პროცესს და განახებთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ საკუთარი ხელებით ბოქსის გრუშა, ესე რომ ვთქვათ. გრუშა, მეგობრებო. შევეცდები რომ დღის ბოლოს, ასე რომ ვთქვათ, 1-2 წავივარდიშოთ რა. ასევე ბევრი რამე მინდა რომ დღეს გავაკეთო. არ ვიცი როგორ მოვასწრებ, მაგრამ შევეცდები. ძალიან მაგარია. არსად არ წახვიდეთ. ძალიან გასაოცარი განცხადება უნდა გავაკეთო ახლა. გასაოცარი განცხადება. მეგობრებო, აი ამას თუ ხედავთ. შეიძლება პატარაა ჩემ ხელში, მაგრამ ახლოს მოვიტან, მოიცადეთ. შეხედეთ, ეს ვიპოვე 6 თვის წინ. ნახეთ, აი შუქსები მივარდებ ახლა. ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი გამჭვირვალეა და უფრო მაგრად ანათებს და ასე რომ ვთქვათ. ეს არის მეგობრებო ალმასი. და ეხლა რას ვუზავ ამ ალმასს? თქვენ ეხლა ნახავთ. მოიცადეთ, დაუბრუნდებით ბილი უნდა ჩაისვას? ასე რომ მეგობრებო, რაღაც ბიჟუტერია, პლასმასი ან რაღაც არ გიგონოთ, ნამდვილი ალმასია, ჩემი ხელებით ამოვიღე ქვიდან, ეს უნდა გავათამაშო 100%-იანი. პირობა ასეთია, 50,000 გამომწერზე როგორც მივახცევ, ამას გავათამაშებ და გვენგან ერთ-ერთი 100%-იანი მოიგებს ამას. ასე რომ მეგობარო, შეიძლება შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც აი ამ ალმასს მოიგებს. ნახოთ. პირობა არის 50,000 გამომწერი მეგობრებო და გათამაშდება ალმასი. არ ვიცი ვინმეს თუ გავთამაშები ალმასი YouTube-ზე, მაგრამ მე ვათამაშებ. და თუ მეგობრებო, ნამდვილი არ აღმოჩნდა, ვიცი რომ ნამდვილია, მაგრამ მაინც ვიძახი, ნამდვილი თუ არ აღმოჩნდა, ვინც გაიმარჯვებს, იმას გადაურიცხავ იმდენ ფულს, რამდენიც აი ეს ნამდვილი ალმასი ეღირებოდა. ასე რომ ყველა მხრივ დაზღვეულები ვართ. და კიდევ მინდა გითხრათ, მეგობრებო. 124 დღიან ჩელენჯს ვიწყება. 124 დღიანი ჩელენჯი. ეს იქნება ისეთი რაღაცა, რაც YouTube-ზე არ ვიცი რა, მე პირადად არ მახსოვს ან არც მინახავს მსგავსი კონტენტი. 124 დღიანი ჩელენჯი. და თუ რა ჩელენჯია ეს? ჩანჩქერზე რო ავალ, მაშინ მოგიყვებით მეგობრებო, დაწვრილებით. და ძალიან უნდა მოგეწონოთ წესით. ამის ვიდეოც მაქვს, როგორ ვიპოვე. უნდა ვიპოვო უბრალოდ სად არის ეგ ვიდეო. არ გიგონოთ რომ ვიტყუები ან რაღაცა. დავეჯით. კარგით მეგობრებო, შეხედეთ. მოვედი ხის ცეხში და მე შოკი მაქვს წამოღებული თან. ეხლა ამ ზედას გავიხდი, იმიტომ რომ ხელით უნდა დავჭყლიდო და არ მინდა რომ სულ ნახეხიანი იყოს. მოიცადეთ. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? ამ წვერებს დავკუნძავთ, ასე რომ ვთქვათ. ნახეთ, აი. როგორც პატარა კვანძი, ასე რომ ვთქვათ. პატარა კვანძი უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. შეხედეთ. აი, ახლოს მოვალ და განახებთ უფრო. აი, ესეთი კვანძი უნდა გავაკეთოთ მეორე მხარესაც. აი, რეიცაკეთებ გიჟიო. ხედავთ ალბათ, როგორი კვანძები გამოვიდა. აი, უყურეთ მეგობრებო. უყურეთ. ძალიან კარგი. ეხლა ამოვატრიალებ ამას. ამოვატრიალებ. ეგ არის. ესეც ასე. მოიცადეთ. შიგნით ხეებიც არის, ამიტომ ვეცდები რომ არ გავაყოლო. და ვეცადოთ რომ ჩაყრის მომენტში, აი მაგალითად ნახევრამდე აისო, მაგრამ ეს ხო ძალიან რბილი გამოვიდა. ამიტომ ახლა დავჭყლიდავ ხელით. ძალიან მაგრად.
აი ეს მეგობრებო. არა, მაგრა თუ დაწყვილდავს ადახოს. მეორე მეშოკიც უნდა წამოიღოს. ვიმეორებთ. ჩაუყრით, ჭყლეტავთ. ჩაუყრით, ჭყლეტავთ. ძალიან პრესავთ რა. ძალიან. სანამ ბოლომდე მეგობრებო, სანამ ბოლომდე არ აივსება, იგივე პროცესს ვიმეორებ. რა უნდა ვერ გავაკეთებ? უფრო მაგარს გავაკეთებ, ვიდრე მაღაზიებში იყიდება. რა უნდა? ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს ესეთ. აი, ჯოხები მიყვები და არ უნდა გავაყენოთ ჯოხები. ბოლოში აუცილებლად ავწონი და განახებ თუ რამდენი კილო შეადგენს ჩვენი ბოქსის გროშა მეგობრებო. კარგი წონა აქვს. აი ეს მეგობრებო. კარგი მეგობრებო, შევკარი. ძალიან მაგარი გამოვიდა, ასე რომ ვთქვათ, ახლა გარეთ გავიღებ და უნდა გავაქცელოთ. როგორც ხედავთ მეგობრებო, კვანძი რო გავაკეთე, უკვე ქვედა მხარე გამოდის ბრტყელი. ძალიან მაგარია. ესე უნდა გავაკეთოთ. ახლა მეგობრებო, აუცილებელია ამის დასკოჩვა. და უნდა სკოჩით წებოვანი ლენტით, აი ესეთი ლენტია, მთლიანად ასე ვთქვათ, დავსკოჩავ. დავიწყებ. სკოჩის ხმა ვის არ მოგწონთ, აბა დაწერეთ კომენტარებში. კარგი. ერთი ცალი დამთავრდა, წებოვანი ლენტი, ამიტომ ორი ცალი მაქვს ნაყიდი და ეხლა დავიწყებ მეორეს გადაკვრას. კარგით მეგობრებო, საკმარისია. ეხლა ამას მოვასწორებ, აი ესე ლამაზად. ნახეთ, დავტკეპნი ესე რომ ვთქვათ. წებოვანი ლენტი მიიკროს, გავაგორებ, გამოვაგორებ. ეს ასე მეგობრებო, დავსკოჩე, ასე რომ ვთქვათ. და ეხლა რაც უნდა გავაკეთო, უნდა წავიდე და ვიყიდო ამისთვის ტყავი. წავალ მაღაზიაში, განახებთ თუ როგორ ტყავს ვყიდულობ და შემდეგ უნდა წავიღო მკერავთან. მანქანების სავარძლებს რო კერავენ, აი ეგეთ მკერავთან. ვნახოთ, აბა, კარგი, წავედით. აი მეგობრებო, მოვედი მაღაზიაში, სადაც იყიდება ძალიან ბევრი სახეობის ტყავი. ამიტომ მე ერთი უნდა შევარჩიო. გადავწყვიტე რომ წეღან მოვედი დავხედე. აი ეს ტყავი ძალიან მომეწონა. გამძლეა, შეხედეთ როგორია, შავი ფერის არის თან, სქელია, დაახლოებით 9 სანტიმეტრის სისქე ექნება. ამიტომ ამას 2 მეტრს ვიყიდი და წავუღებ მკერავს. ძალიან მაგარია. უსაყოლესი ვეჯი. ფიქრობ რომ ჩემ დარტყმებს გაუძლებს. არ ვიცი. კარგი. აი ეს მომიჭერით 2 მეტრი. მანქანების სავარძლებს კერავენ აქ და ვფიქრობ რომ აქ აუცილებლად შეკერავენ და დაწუნებული ვარ. რა უნდა პატარა ის ჩანთასავით უნდა გააკეთო. კარგი. ამოვიღებ აი ამ ჩემს როგორც ნახეთ 2 მეტრი ტყავი ვიყიდე, ასევე სახლში მქონდა მეგობრებო, უყურეთ. სახლში მქონდა რემენი. ეს რემენიც მჭირდება. 2 მეტრი ვიყიდე ადრე და სახლში მქონდა ესე შენახული. ამასაც გამოვიყენებ აუცილებლად. 2 მეტრი სრულიად საკმარისი იქნება ეს რემენი, ვფიქრობ. კარგი, ეხლა შევიტან ამ ყველაფერს, ტყავი ვიყიდე. რემენიც მქონდა. ასე რომ ვთქვათ, ეს მაგარი რაღაცაც გავაკეთე. საკმაოდ მძიმეა, მინდა გითხრათ. კარგით მეგობრებო, ეხლა ამ ყველაფერს შევუტან მკერავს და ვეთყვი თუ როგორ უნდა გააკეთოს, როგორი მინდა, ზომებს აიღებს, იმის მიხედვით მოჭრის და გააკეთებს. ზო მეგობრებო, ეგ არის, შევუტანე ყველაფერი, ვუთხარი თუ როგორ მინდოდა რომ გაეკეთებინა, ზომებს აიღებს, შეკერავს, ისე ვთხოვე რომ დღეს საღამოსთვის მოასწროს და აუცილებლად განახებთ თუ როგორი გამოვიდა მეგობრებო. 100%-იანი. კარგი, ჩვენ ახლა დავიწყოთ აღმართზე სიარული მეგობრებო. წავალ მთაში, გუშინაც ვიყავი.
აი მხელა თოვლი იყო, აი მეგობრებო, მუხლამდე თოვლი იყო და წარმოიდგინეთ, აღმართზე რო ავდიოდი, ფეხს უფრო მაღლა ვწევდი და ძალიან დავიღალე. და ეგ უნდა მეთქვა. გუშინ ავედი მაგ აღმართზე ჩანჩქერზე და გზა გავაკეთე, ასე რომ ვთქვათ, რომ დღეს გადაღების მომენტში უფრო გამიადვიდეს ასვლა. ნახოთ მეგობრებო, ნახოთ და თქვენც ნახავთ, როგორი გამოვიდა. კარგი. დავიძარით. Ragiji kacı. ამოვედი მაქსიმალურად რა შემოვარდა, არ გავგიჟდება. აი ამ აღმართზე უკვე. აი ამ აღმართზე ვეღარავია, წარმოიდგინეთ. აი ის გზა, ვულკანური წყლებისკენ რო მივდიოდი, ის გზა არის. მაგრამ დღეს მე მივდივარ ჩანჩქერზე, რომელიც მდებარეობს აი აქ. თავარი ის არის მეგობრებო, ამ აღმართზე სიარულის დროს, რომ არ უნდა გავჩერდე. ნელა ვიარო, სწრაფად ვიარო, ნიშნულობა არ აქვს, უბრალოდ სანამ ბოლომდე არავარ, არ გავჩერდები. ამ გზას ხო ხედავთ, გუშინ რო ამოვედი, ძლივს ავედი გუშინ, ძლივს. და დღეს უფრო მიადვიდება, რადგან თითქოს გზა არის უკვე. 50 სანტიმეტრი კი იქნება სიმაღლე. კარგი, ზემოთ შევხვდებით მეგობრებო. რო ავალ. ეი, რა ლამაზად არის ბიჭო, ყინული ხადაო. ოპა. ეს ის ასე მეგობრებო. ამოვახციე. ძალიან რთული გზა იყო. ხო შემეძლო რომ ნახევარი გზიდან დაბრუნებული იყო. არა მეგობრებო. ბოლომდე ამოვედი. რადგან როგორც დილით გითხარით, ჩანჩქერზე რო ავალ მეთქი 124 დღიან ჩელენჯზე გესაუბრებით. მეგობრებო, ეს იქნება უნიკალური გასაოცარი ჩელენჯი. ისეთი, რომ YouTube-ის ისტორიას არ ახსოვს. ყოველდღიური ვიდეო 124 დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე ყოველდღიური ვიდეო წონის კლებაზე, რეჟიმზე, კვებაზე, დისციპლინაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. ძალიან რთული იქნება ვარდიშზე. არ ვიცი, თუ იცით მსგავსი კონტენტი, თუ ვინმეს ქონია ყოველდღიური ვიდეო დილიდან საღამომდე 124 დღის მანძილზე დამიწერეთ კომენტარებში, რადგან მე არ ვიცი მსგავსი ვიდეო და არ მაქვს ნახურები. როგორც ხედავთ, ჩვენი აისბერგი ყოველდღე როგორ მოსწრაფი 20 მეტრის სიმაღლის არის უკვე. ვახ, ძალიან მაგარია. რო გეშინიათ მეგობრებო, არ გავცივდები ისევ და ისევ. და რატომ მეგობრებო 124 დღე? ეს მხოლოდ მე ვიცი. და თუ ვინმე გამოიცნობს ამ 124 დღის მანძილზე რატომ 124 დღიანი ჩელენჯი, მე საჩუქრად გადავცემ 500 ლარს. რა ხუმრობა არ გეგონოთ მეგობრებო, 100%-იანი საჩუქრს მიიღებს ის ადამიანი, ვინც გამოიცნობს თუ რატომ 124 დღე. კარგი. აიმე, აი აქამდე მწუდებოდა თოვლი, აი მუხლებამდე, მთელი გზა თან აღმართი, ძალიან დამეღარა. აქ ახლა აჯიმანიების და ბუქნების გაკეთებას არ დავიწყებ, რადგან საკმარისი ვარდიში გამოვიდა მეგობრებო, ძალიან დამღალა, მაგრამ ისი არ დაუღლია, რომ ვერ გავაგრძელო დღეს რასაც ვაპირებ იმის გაკეთებას. კარგი, ცოტა არაგრამატიკულად გამოვიდა, მაგრამ არა უშავს მეგობრებო, ეგეც არა უშავს.
ეხლა ავდგები, ჩავალაგებ, უცებ და ხო იცით სადაც უნდა წავიდე? ალბათ ხვდებით. მეგობრებო, ეს ისევ და ისევ ჩვენი ცივი მდინარეა, მეგობრებო. ერთ და იგივე ხო გახურებული იყო რა, არ ამოვიდა. ძალიან მაგარი შედეგი. ხო ამოვიდა გახურებული. როგორ არ გაცივდა კი არა. როგორ არ სცივა, ეხლა ვერ ხვდებიტო. გახურებული იმით რომ გაჩერდა ამდენი ხნის განმავლობაში და თან სველია ზედა. არ შეიძლებაო. იმიტომ ვერ ვიღებ ხოლმე ყოველთვის. ზოგჯერ ძვიმს, ზოგჯერ ქარია, ზოგჯერ რა ვიცი რა, ზოგჯერ კატასტროფაა ხოლმე ისე შეიცვლება ამინდი და რაღაცა. ამიტომაც მზიან დღეს ვცდილობ რომ ხშირად გადავიღო, მაგრამ ამ 124 დღის მანძილზე მეგობრებო შემოგთავაზებთ ყოველ დღე ვიდეოს, ყოველ დღე 100%-იანი. დავალ, ჩავიცმევ და შევხვდებით მეგობრებო ციმდინარესთან. ციმდინარე მეგობრებო, ეს არის ადრენალინი, დოფამინი, ისა, ესა, უსა და ყველაფერი ერთად. ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს, ძალიან მაგარი. ციმდინარესთან. აი მეგობრებო, უკვე ჩავდივარ. ნახეთ, როგორი გზა არის გაკეთებული. რა უნდა მეთქვა, იმიტომ ჩავთე ახლა კამერა რომ შეხედეთ როგორი სასნოუბორდ გზა არის. ძალიან მაგარი. ასე რომ თუ ვინმეს გინდათ სნოუბორდის და ზამთრის აღჭურვილობის კომპანიას ჩემი დასპონსორება აქავარ. და სნოუბორდი მინდა. ბოქსის გრუშაც გაუგზავნეთ. კილომეტრ ნახევარი აღმართია და ჩავსრიალდებოდი და ეხლა ნახეთ როგორ ჩავდივარ. აი ესე, აი ესე. არა უშავს. ვიყიდი თუ რამეა. ვიყიდი. კარგით მეგობრებო, მოვედი. რა უნდა ცივი წყალია რა, ვაიმე ჩუსტი. ეს ჩუსტებით ვარ. ძალიან მაგარია. ფეხი შევაფეხით ვერ ვივი თოვლზე. აჰა. თო. ეხლა ჩავალ რა ეგრევე. თორე უფრო გავიყინები ეგრე, ამდენი ხანი აქვს გომით. კარგი. ჩუსტებით ეჩავალ. ჩუსტებით. აი ცოტა დავბღერტო. დაფერთხო. აი ეს. დაყენო წყალზე გადის და თოვლია ჩუსტებდა. კარგად ცივია. კარგი, ჩავიდეთ, აბა. რა ჯანზელოა 124 დღეში. არა, კარგია. კარგია. ეგრევე იგრძნობა, მეგობრებო. სრულიად სხვა შეგრძნება. ერთი არის რო გცივა, ერთი არის რო იყინები. სრულიად ორი განსხვავებული გრძნობა. სრულიად. კარგი მეგობრებო, რა უნდა მეთქვა? აქედან რო ამოვალ ედემის ბაღში შევივლი, ედემის ბაღში. ირმები არიან და მოვინახულებ თუ რას აკეთებენ, ნახავ, აბა. გიჟიტაცია, ბიჭო. ძალიან ცივია. ერთი სიტყვით ედემის ბაღში შევივლი და მოვინახულებ ირმებს. თქვენ ძალიან მოგეწონებათ. ვაიმე, რა მაგარია. ძალიან ცივია, ალბათ 1.5 გრადუსი იქნება. პლუს. რადგან იქ რო ჩავწექი ვულკანურ აბანოებში, იქ უფრო თბილი იყო, ასე ვთქვა. აი, ძალიან მაგარია. ვაიმე, ჩუსტი გამძვრა. ამის ფუშენი. ჩუსტი მეგობრებო. აი, მე გავიყიდე. ჭიბი. გამოვეკიდე ჩუსტი. ჩუსტი მეგობრებო. აი. ჩემი ჩუსტი. აი. აიმე. ეს გამძურა.
ჩემი ჩუსტი. საწოლია ბიჭო. ვაიმე. სოფელში უნდა დახტე მანქანა. ვაიმე წავიდა. წაიღო. ჩუსტი წაიღო. დავიჭე. 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 დავიჭირე მეგობრებო. დავიჭირე. წაგიჟი კაცია ბიჭო. ვაიმე. ძალიან გავიყინე. ფეხები გამიყიდა. მაგრამ ჩუსტი დავიჭირე მეგობრებო. აი. მოვდივარ მეგობრებო, ორი ჩუსტით. მოვდივარ. მეგობრებო, პრიკოლი გამოვიდა, აი პრიკოლი. ჩუსტი მართლა გავძვრა, მეთქი რო აქეთ გამოვბოდი და მივბოდი, მეთქი კამერას უცებ შემოვატრიალებ მეთქი და შემოვატრიალე და გავიქეცი ეგრევე. რა ძალა და მღონე მქონდა, ასე თქვა, ყინული სიწივე, ძალიან ფეხები გამეყინა. ფეხები საშინლად გამეყინა, ასე რომ ვთქვა. კარგი, არა უშავს, თავარია რომ დავიჭირე ჩემი ჩუსტი. ახლა ორივე მაქვს. როგორ მოგწონთ მეგობრებო აქაურობა? ძალიან ლამაზია რა. კი, ძალიან. მინდა გითხრათ მეგობრებო ასევე რომ აღმართზე რო ავდიოდი, პოტასები საერთოდ არ დამისველა. არ გეგონოთ რომ ის სველი მაქვს ან რაღაც, არა, შარვალი დამისველა ცოტათი, მაგრამ არა უშავს მეგობრებო, თავარია პოტასები არ დამისველა და მშრალად მაცვია ეხლა. კარგი. გავაგზავნოთ ჩვენი დღე მეგობრებო, ალბათ შესანიშნავად მივდივართ და წავიდეთ ედემის ბაღში, როგორც შეგვიდით და მოვინახულოთ ჩვენი ირმები მეგობრებო. წავედით. აი მეგობრებო, ჩამოვედი ედემის ბაღში. აუგიჟი კაცია მეთქი ნახდირმები. ნახეთ, რა ლამაზად გამოიყურებიან. ძალიან ლამაზი ირმები არიან, ძალიან ლამაზი, ძალიან მაგარია. ამაზე ლაპარაკობ და ბიჭო. ნახვა. ძალიან მაგრად დგანან თან. გვერდ. რა შესანიშნავად გამოიყურებიან, არა? ძალიან მომწონს. კარგი, ახლა ავდგებით და ირმები ხო ვნახეთ. ავდგებით და წავალთ სახლში, მეგობრებო, რამეს მოვამზადებთ. მეგობრებო, ხო არ დაიჯერეთ? არა, მეგობრებო, ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ აქ ირმები არიან. მეორე მხარეს უნდა შევიდეთ და გავხდეთ. რა ლამაზები არიან. ვაიმე. ძალიან უკვირთ ჩემი დანახვა. ძალიან. რამხელები არიან ბიჭო. ნახეთ მეგობრებო. და რა ლამაზები არიან. ამათ ზაფხულში კოპლები უჩნდებათ. ანუ ეხლა არიან ზამთრის ფორმაში. და კოპლები არ უჩანთ. სულ ერთ ფერში არიან. რა მაგარი ტიპები არიან. ბემბიები და ხო ხდებით, აი ძალიან ლამაზი ფერი რო აქვთ, თეთრი კოპლებით. ყავისფერი თმები და თეთრი კოპლები. ნეტა ახლოს თუ მიმიშვებენ, აბა. შეეშინდებათ, რა თქმა უნდა. მოიცა კაცო, ვერ გავიგე რა ახლოს თუ მიმიშვებენ. ზოოპარკი მეგონატო. რა გაშუებულები არიან? რა მე რა დაუძახო ამათ. არა. ეშინიეთ. გაიქცნე. რა მაგარია. ბიჭო, რა საყვარელი კაცი, როგორ მიდის და გულზე ხელთანაგებული კითხვა. ოღონდ ეშინიეთ. გაიქცნე. რა მაგარია. მიხვა. ჰეი. ახი გაიქს. ჰეი. ძალიან უკვირთ ჩემი დანახვა. აი მეგობრებო. ახლოს მივედი. ვაიმე, რა კარგია. ის დიდები არ მიმიშვებენ თავისთან ახლოს. აბა, მოდი. ვაიმე რა მაგარია, მაინც გარეული ცხოველი სხვა არის. მიდი ჯამე, ქებზე მოვკიდებ ხელს. რა მაგარია. გარეულია და სუნზე ასე ვთქვათ. ბიჭო. კარგი. აი მაინც ნენელა მივა. არა.
აი პატარასთან მივა მაის. აი. მოდი. მოდი. სეზონზე რო ჩამოხვალთ, თუ ჩამოხვალთ, ასეთი ლამაზი ირმები დაგხვდებათ თან. დიდებს ეშინიათ ახლა ჩემი. მაგრამ მე ამ პატარას არ ეშინია როგორ ჩანს. პირველად ხედავენ და გაკვირვებულები არიან. არ მიშვებს. ძალიან მაგარია მეგობრებო, შეხედეთ. იქით არიან დანარჩენები და ჭამენ ასე რომ ვთქვათ. ასე რომ მეგობრებო, ხო მიხვდით, როგორი სოფელი გვაქვს. განუმეორებელი, განსაკუთრებული. კარგი, ეხლა მე ავდგები და წავალ სახლში რამეს საჭმეს მოვამზადებ, არ ვიცი ჯერ რას. ამიტომ გადავწყვეტ გზაში. დავიყიდი, ასე რომ ვთქვათ, პროდუქტს. ცივი წყალი მეგობრებო ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი. იქ აღმართიდან ჩამოვედი, ეგრევე ჩავედი და ჩამოსვლის მომენტი თლიანად ვერ გადავიღე, რადგან ჩამოსვლის მომენტი რთული იყო. იგივე თოვლი უნდა რა გაგვირო. მაინტერესებს ზეთ? მე რა ვეთქი. მოვეფერები ცოტას. აი მოვეფერები მეგობრებო. ვეფერები როგორი სქელი ბეწვი აქვთ. საფხულში როგორც გითხარით თეთრი კოპლები და ყავისფერი ასე რომ ვთქვათ ბეწვი და ძალიან სუფთები. სამისანი. აი მე როგორ გაკვირვებულები უყურებენ კამერას ისინი. წავედით, აღარ შევაწუხებ ამათ მეგობრებო და წავალ სახლში. სულ დავსველდი თან. კარგი. აღარ ეშინია ბიჭო. მოდი. ნახეთ, არ ეშინია მეგობრებო. დიდებს ეშინიათ. პატარებს არ. კარგით მეგობრებო, დავბრუნდი სახლში და ვიყიდე პროდუქტები. აბა, ერთი სანდრო არ დაწერო მაგაზე რამ. ტურის მომზადებას ვაპირებ. აბა გამოიცანით. მართალია მეგობრებო, ეს არის ცეზარის სალატი. დავიწყოთ ახლა. აქ გვაქვს მეგობრებო 2 ცალი ქათმის ფილე, რომელიც შევწვი უკვე. აქ გვაქვს მაიონეზი, ორეგანო და ნიორი. პომიდორი, ყველი, ხმელი პური, ასე ვთქვათ, სუხარი და ცეზარის სალატის ფურცლები, ესე რომ ვთქვათ. დავიწყოთ ახლა მომზადება. დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ. ეს არის ფილე აფაზე შემწვარი. ჩავყრი გვემას. აი ესე მეგობრებო. კარგია. პომიდორს დავჯრი. აი ეს მეგობრებო. ოპა, უკვე გარეცხილი მაქვს. ამიტომ ვიცდები რომ წვრილად დავჭრა. აი ეს მეგობრებო. ვიცოდეთ? ოპა. აბა დამიწერეთ კომენტარებში თუ გიყვართ ცეზარის სალატი მეგობრებო. ცეზარის სალატი უცბად კეთდება, ამიტომ არაფერი ამას დიდი ასე წვალება არ შეიძლება რომ ვთქვათ. დავყაროთ ახლა ეს. აი ეს. ძალიან ძლიერი იქნება. ცეზარის соуზი ასე ვთქვათ, რა არის? მაიონეზი, ორეგანო, ნიორი. ერთმანეთში ახლა ამას აურევ. ლამაზად. კარგად იცი საშკარად თან. აი. ჯერ სუხარის დავაყრი ზემოდან. აი ესე. соуს დავამატებ ზემოდან. აი ესე. ავზილო ლამაზად. соуსში რო იყოს მთლიანად. აი. ცოტა რთულია ახლა ამის აზილვა, მაგრამ ჩემთვის არაფერია. თან უცბად კეთდება ეს ცეზარის სალატი, დიდი მუშაობა ამას არ ჭირდება. დიდი წვალება, ამიტომ კარგი მეგობრებო, ეს უკვე აიზილე და ახლა ყველის ჯერია. უნდა დავახეხო ზემოდან ყველი. აი ესე. ძალიან გემრიელი იქნება. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ცეზარი მზად არის და ესე ჩვენი ფარტოვეს არის სულ აქვს.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამის ჭამას მობას გაფიცებ და სპონსორეთ ვინმე ქართულმა კომპანიამ რა 20000 გამომწერზე არის ერთი დღის დადებულ ვიდეოზე 34000 წინახვა მაგრად გაუსწორდება ბიჭო რა როგორ შეუწყობ ხელსთან ამაზე კაი კაცმა ვინ უნდა გაგაპიაროთ ბიჭო რა საყვარელი იმენა სიალალე მოდის აი თვალებში რო ყურე ვეტყობა რა არის და რა კაი კაცს არის ხვალითვისაც შევინახავ არ გაფუჭდება მაცივაში რა უნდა მოუვიდეს როგორ გამოვიდა ძალიან გებრიელი გამოვიდა მეგობრებო კულინარია ერთ-ერთი ჩემი სფეროა 100%-იანი კარგი როგორი დღე იყო მეგობრებო ცოტათი დავიღალე მაგრამ ბოლომდე არ დავღლივარ ასე რომ გავაგზელებ დღეს არ ვიცი ჯერ მკერავს არ დაურეკია დაამთავრა არ დაამთავრა არ ვიცი ველოდები ჯერ ზარს ველოდები მაგრამ ვიცი რომ დღეს უნდა დაამთავროს მეგობრებო სხვა გზა არ არის მთელი დღე უნდა ემუშავა კარგი როგორც ნახეთ ულამაზესი ირმები ყავს მეგობრებო სოფელში საფხულში ისე ლამაზად გამოიყურებიან რომ რა ვიცი თითქოს გარეული კი არის მაგრამ აი ძალიან გარეულია რა ძალიან იცი როგორია ძალიან გარეული კი არის მაგრამ ძალიან გარეულია ბუნებაში რო შეგხვდება უცბად და გაკვირვებული რო შემოგხედავს ირემი აი იგივე სიტუაცია ხდება აქაც დაგინახავს და ესე უცებ მაგრამ მაინც ნუ მიჩვეულები არიან ადამიანებზე ხა ეგენი აშკარად თორე ირემი ისეთი ფრთხილია ახლოს რას მიგიშოს მოვითენთე მეგობრებო მოვითენთე ჭამის თავის აღარ მაქვს როცა ჩემ ვიდეოს ჩართავთ ამის მერე იცოდეთ რომ უნდა მოიმარაგოთ სასუსნოები აუცილებლად ალბათ ხვდებით ვიცი რომ თქვენ შეიძლება მოგშივრდეთ ამიტომ წინასწარ გეუბნებით დავწერ ხოლმე სათაურის ემოთ მოიმარაგეთ სასუსნოები და ჩაუჯექით ცუდად დავით მეგობრებო აღმართმა ენერგია ნახევრამდე დამიცალა ასე რომ ვთქვათ ნახევრამდე სუპერია ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო რომ 124 დღიანი ჩელენჯი როცა დაიწყება არ ვიცი როდის ალბათ 10 დღეში ან 15 დღეში მაგრამ 100%-იანი დაიწყება და როგორი იქნება უხმო მეგობრებო ხმის გარეშე აი საუბარი არ მექნება არ ვისაუბრებ უბრალოდ მეტი არაფერი არ ვისაუბრებ რადგან მინდა რომ თელმა მსოფლიომ ნახოს და გასაგები ხო რა ხდება ნუ ვიცი რომ ნიკალაის ეს ვიდეო შეხვდება ნიკა ეს ვიდეო როცა შეგხვდება რა გაითვალისწინე ჩემი რჩევა იქნება ეს შენი არხი არის გათვლილი ქართული აუდიტორიისთვის 124 დღიანი ჩელენჯისთვის გააკეთე კონკრეტული არხი შენი ნიკალაი კუკინგ გაწერია შენ იქ რაღაც დააწერე ნიკალაი ჩელენჯს მაგალითად რა გააკეთე ცალკე არხი წინა დღეს ან 2 დღით ადრე როცა დააპირებ უკვე რომ დაიწყო ჩელენჯი ის არხი თქვი ვიდეოში ამოანათე მეც ვიტყვი გამოგიწერს ხალხი და იქ დადე უხმო ვიდეოები იმიტომ რომ ამ არხზე რომ უხმო ვიდეოები დაიდოს არ ვიცი არ იქნება კარგი ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს არხი სხვა კონტენტით დაიწყე და ბევრს არ აინტერესებს ხა თუნდაც ჩელენჯი და უხმო ვიდეო შენ უფრო მოწონ ხარ რა ჩემი რჩევა იქნება რომ ცალკე არხი გაკეთდეს ჩელენჯებისთვის და ცალკე იყოს აი ეს კონტენტი ზუსტად რასაც ახლა აკეთებ ჩემი რჩევა ნახოთ რა იქნება ექსპერიმენტის სახით გამოვა და ძალიან მაგარი კონტენტი გამოვა ისეთი რომელიც არ ახსოვს YouTube-ს მე ასე ვიცი თქვენ თუ იცით მსგავსი რაღაცა რაც ჩანჩქერზე გითხარით სუპერი ძალიან მაინტერესებს ახლა
მკერავმა როგორ გააკეთა. ისე გააკეთა, როგორც მე ვუთხარი თუ თავისი რაღაცები, თავისი ფიქრებით. ერთი სამი კაცის პორცია გამოვიდა. იზე დღეს მაგარი პრიკოლი დაგვემართა მეგობრებო. ჩუსტი როგორ გარბოდა? მეთქი ვის გაუბიხარ? მოდი აქ მეთქი, მოდი აქ. ვაიმე. მაგრად ვიხალისებეთ. მაგრამ ფეხები მაგრად გამეყიდა, ფეხები. ვაი, კერავი რეკავს მეგობრებო. ალო? ვესაუბრე მეგობრებო, მზად არიო და მოდი და წაიღეო. ეხლა მე ამას კიდე ცოტა შევჭამ. ავდგები და წავალ წამოვიღებ ჩემ გრუშას, მეგობრებო, გრუშა. ერთი უნდა დავბოქსო გემრიელად. ნახო თუ როგორი გამოვიდა. იმედია მალე არ გაიხევა ესეც. სუპერი. რომელიმე სპორტულმა მაღაზიამ კაი გრუშა ხელთათმანები კაი ეკიპირება ზამთრის უნდა უკისროთ რა. სავარჯიშო დროებით საჭირო არის. უეჭველი ხადაო. მოვედი მეგობრებო. მოვედი. დამზადდა ჩემი გრუშა. შეხედეთ რა მაგარი გამოვიდა. აი მეგობრებო. როგორია? ძალიან მაგარია რა. ძალიან კაია ბიჭო. მინდა გითხრათ რომ ერთხელ ისევ ჩავედი მკერავთან, რადგან რემენი დააკრდა. ცოტა გამოვიდა. მაგრამ არა უშავს, არ დამეზარა და ჩავედი. არ ვთქვი რომ ხვალისთვის იყოს ან რაღაცა. სიალალე. რას ნიშნავს? ხო შეიძლება ითქვა რომ უბრალოდ მივიდა მკერავთან ვიდეო არა მივიდა მკერავთან წამოიღო. აი რა სიალალე, რა არის? ის რემენი რო დააკლდა ისიც თქვა რომ ისე 2 მეტრი არ იყო. რო ტყუილი არ გამოსულა. დღეს უნდა მომეშო აუცილებლად. ბზეც ნენელა უკვე ჩადის. მაგრამ ვეცდები რომ 1-2 მუშტი დავარტყა, ასე რომ ვთქვა. კარგი, ახლა ამას ავწონი და გავიგოთ, თუ რამდენი კილო გამოვიდა. ერთი. კარგი მეგობრებო, ავწონოთ და ვნახოთ. არა, ესე არა იწონება. გვერდულად დავდებ და 23 კილო და 450 გრამი მეგობრებო. აბა კიდე ერთხელ დავდებ. კინები ქვემოთ ჩამოდის. აბა ერთხელ ასავდებ. რო ზუსტად ვიცოდეთ. 23 კილო და 450 გრამი მეგობრებო. ნახეთ. 23 კილო და 450 გრამი. კარგი მეგობრებო. ჩამოვკიდებ ხეზე. კაკლის ხეზე მეგობრებო. აბა. ფიქრობ რომ ძალიან მაგარი გამოვიდა. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ თქვენ. აი ესე აი მეგობრებო. კარგად ვიწვალე ახლა. ვიდეოში ყველაფერი ვერ გადავიღე, აი რკინების ყიდვა და მსგავსი რაღაცები, მაგრამ აი ისა თოკის ახლა ავწევ რამენაირად ავწევ. აი ესე აი. ოპა. კარგია. ოპა. კარგია. ცოტაც. ოპა. მაღლა რი? მაღლა. კიდე დაბლოკი წესით, რა. ამას ახლა აქ დავამაგრებ. არაფერს არ უნდა. კარგი. მეგობრებო, ამას შიშველი ხელით ახლა ვერ ვურტყავ. ამიტომ სპეციალური ბოქსის რაღაცები მე არ მაქვს. ჯერჯერობით. პირველ რიგში გრუშა და მე ეგა. მაგრამ მაქვს ხელთათმანები მეგობრებო. ბოქსის არ არის, მაგრამ წავა. აი მეგობრებო. მაქვს აი ესეთი ხელთათმანები. ტუნიკებზე და იმებზე რო იცვალენ. თავარია მაჯა დამიფიქსიროს. ოდნავ. აი ეს
ჭირო გქონდეს, მაგრამ მეორეს გავიკეთებ და ერთოს დავარტყავ. უნდა მოუნახო. წვიმაში არ გაუფუჭდება კოკა, წვიმაში ჩამოხსნეს. ნახოთ აბა რა გამოვა. კარგია. აბა როგორი გამოხვედი ბიჭო? არა, კარგია. იღებს თავის თავზე იღებს. შვენიერი მეგობრებო. მუშაობს. იღებს თავის თავზე. მუშაობს. ალბათ გამიძლეს. აუ, ძალიან მაგარი კაცია ბიჭო. ვერ გამიძლეს. იმედია ეს გამიძლებს. კარგია, იღებს თავის თავზე. დერმანტინის ტყავია. ამიტომ ხშირად იხევა. სუფთა ტყავი აქ არსად არ არის და თბილისში ვნახავ თუ იყიდება 100%-იანი ვიყიდე. და რა უნდა მეთქვა კიდე? რას ფიქრობთ მეგობრებო? რა ეღირებოდა ესეთი გრუშა თბილისის მაღაზიებში? დინამოსთან. ახლა იდეალური ხელთათმანები სპორტული მაღაზია ვის გაუგზავნეთ ხადაო კაი ხელთათმანები ეკიპირება ბოქსისის რა უნდა იყოს მაინც ბიჭო რა ეღირებოდა 23 კილო და 450 ამაზე კაი კაც ვის რა უნდა მისცეთ ხوار მეხადავები დავაი შებერეთ ეხა უკვე სპონსორების დროა ისეთ კაი ხოძია სანამ მიაქვს მაგრამ მაგამდე უნდა დაუჭიროთ მხარე შეიძლება ქვემოდანაც დავამაგრო და უფრო მაგარი გამოვიდეს ხო დაბლიდანაც დამაგრებული რო იყოს ძალიან რო არ წავიდეს და აბაროტი რო იმანაც მისცეს რა კარგია ძალიან გიჟი კაცია დედაზე იღებს თავის თავზე მეგობრებო დიდხანს არ ვურტყავ რადგან მაჯები მაინც სუსტადაა დამაგრებული და მე არ ვიცოდი მაჯებს რო გამაგრება უნდა და არ ვიცოდიტო მაგარი დღე გამოვიდა რას ფიქრობთ მითხარით დამიწერეთ კომენტარებში ყველაზე პრიკოლი მაინც ჩუსტის ამბავი იყო ვაიმე ფეხები როგორ გამეყინა იქ მაგრამ არა უშავს ხო გავაკეთე მაინც ხო გაგაკეთე მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ესე რო ვთქვათ იმუშავა მკერავთან იმუშავა გაჭრა ასე რო ვთქვათ ერთი ორი თუ როგორ არის ერთი ორი მუხამში შევიდა კომბინაციასაც დავამუღამებ არა ჩუკება არა ვის უნდა რა რამე მაღაზია უნდა კომპანია დაასპონსოროს ეკიპირება იქ თერმოზედები რაღაცეები 124 დღიან ჩელენჯს ვიწყებოდა მაგაზე მეტი პიარი რა უნდა გაიკეთოს მაღაზია მე დამიხადა კაი ხანი აღარ ვივარდიშე არა უშავს გავანახლებ მეგობრებო აბა შენი ხამდება მზე ჩადის მეგობრებო ასე რომ რა გითხრათ მაგრად კი დავიღალე დღეს დღეს შეიძლება 7-ს კი დავიცინო 7 საათზე ასე რომ ამის მერე წავალ ვიბანავებ გამოჩნდება მაღაზია დავიცინებ ეგრევე ოპა მიდი გამოჩნდით რომ დაუსპონსოროთ ჩელენჯი მაგარი ვარდიშია რა აბერკოტისთვის ვერ გავთვალე ცოტა ნახეთ როგორი სწორი ზაგიჟი კაცია ბიჭო აპერკოტისთვის მოვიდა ქვედა მხარე ეს იმიტომ რომ მეშოკის წვერები კვაძი გავაკეთე მეშოკის წვერებს ამიტომაც ბრტყელი გამოდის და ლამაზი მოდი შვენიერი მეგობრებო აპერკოტისაც თქოსერ ყოისა კარგია ფიქრობ 1-2 თვე გამიძლებს და მე ვნახოთ კიდე ახალს გავაკეთებ უკეთეს მაგრად ღლის ადამიანს ეს ამიტომ დღეს მეტი ენერგია ნამდვილად არ მაქვს მეგობრებო მორჩა ეს ვიდეო თუ მოგეწონათ დამიკომენტარეთ და თუ უფრო მოგეწონათ გამოიწერეთ ჩემი არხი ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი ასე რომ ნახვამდის მეგობრებო ნახვამდის
თან გაასწორა. თუ ვინმე ნახავთ, ან ჩემი რეაქტი შეგხვდებათ ამ კაი კაცის. ოპა, channel LC აქ არის ჩვენი სპორტსმენი ძმა, ჩვენი საუკეთესო კაცი პირველ რიგში ალალი, კარგი მართალი კაცი გენაცვალე რევას. ესე იგი, თუ ვინმე შეგხვდებათ ეს რეაქტი. სპორტული მაღაზია ვინც ხართ რა. რავი, რაზეც არ უნდა იყოს პრობლემა, თუ მაგალითად იმაზეა პრობლემა, რომ პატარა არხია და არხისთვის რაღაცა იმ ინვენტარს ვერ გამოყოფთ, ზვირიჯდება. ჩემი მანქანის პროექტის განმავლობაში, რამდენი ხანიც არ უნდა მქონდეს პროექტი, თუ გაუგზავნით ამ ბიჭს ეკიპირებას, რა ეკიპირებას სჭირდება, ხელთათმანები, ეს მაისურები, რაღაცეები ზამთარში სარბენად რაცაა საჭირო, ფეხსაცმელებიც, ყველაფერი საერთოდ პროექტის განმავლობაში მანქანის ვაფშე ყველა ვიდეოში თქვენი მაღაზიის რეკლამა შაგისვოთ, მეც, თვითონაც შაგისვოთ, რა თქმა უნდა, ეს კაი კაცი ვიდეოს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, პრობლემა არა, მეც ყველანაირად ვაფშე დავეხმარები. მოკლედ, წავედით შემდეგ რეაქტამდე და ცხელი ძაღლის მალე იქნება.